გისურვებთ და აქვე გეტყვით თუ ჯერ არ იცით ან გადაგავიწყდათ გახლავთ დედამიწის დღე. დედამიწა რომ ჩვენი სახლია, ამ ფრაზასაც ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ რომ არ აღმოჩნდეს რომ ზედაპირულად გვესმოდეს არსი და არ ჩაუღრმავდეთ რომ თითოეული ჩვენთაგანის წლის უდიდესია დედამიწის დაცვასთან და გაფრთხილებასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ ამ მნიშვნელობაზე სტუმრებთან ერთად და სტუმრებს წარმოგიდგენთ დიდი სიამოვნებით თაობათა დიალოგის გენერალური მდივანი ირაკლი თევზაძე გვეწვია, რომელიც ხშირად არის ხო რაღაც პერიოდულობით ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ირაკლი, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. დიდი მადლობა დიანა აბულაძე გვეწვია, ასევე გენერალური მდივნის მოადგილე თაობათა დიალოგის პროგრამის მოხალისეთა კლუბის ხელმძღვანელი დიანა გამარჯობა. ვცდილობ იყო კარგად. მოკეთ ძალიან კარგია რომ ალბათ შევიკრიბეთ ახალი დროით, მაგრამ მიზანი ალბათ იგივეა, ხო? ვემსახუროთ დედამიწას, ვემსახუროთ საზოგადოებას და ჩვენი თუნდაც უნიშნელო როლი ვითამაშოთ ცნობიერების ამაღლებაში. აქ საზოგადოების წევრები და ჩვენი მაყურებლები არ იგულისხმება მხოლოდ მეც მეხება ეს ყოველივე, იმიტომ რომ არის ხო რაღაც გადატვირთული დღეები, როცა ფასადურად გვახსოვს ესა თუ ის მოვლენა და ჩაღრმავებისთვის არ გცალია ხოლმე. მაგრამ სწორედ ეს ვერ მოცლა ძვირად გვიჩნდება. ამას მოწმობს ძალიან ბევრი ცუდი რამ და ცუდი ფაქტი. იქამდე ირაკლი მითხარიაბა თაობათა დიალოგის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით და აქტივობით დედამიწის დღეს ეხმიანება ხო ბოლო წლებს თუ გადავავლებ თვალს წელს რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი და დღეს როგორია თქვენი გადრიგი? პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ დედამიწის დღე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია ზოგადად მსოფლიოსთვის 1970 წლიდან აღინიშნება და არის გარკვეულწილად გამაერთიანებელი, გარკვეულწილად შემახსენებელი ღონისძიება და ამ დღის მთავარი დანიშნულება სწორედ ის არის, რომ კიდევ ერთხელ გაგვახსენოს, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ დედამიწაზე, როგორც პლანეტაზე, როგორც რესურსზე, როგორც ძალაზე და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნოს, რომ წლევანდელი დედამიწის დღის, ესე ვთქვათ, გლობალური ქსელის სლოგანი, ესე ვთქვათ, მთავარი იდეა, იმიტომ რომ ყოველწლიურად სხვადასხვა იდეას ემსახურება ხოლმე, შეიძლება ის იყოს პლასტიკი, ეგრეთ წოდებული პლასტმასის შემცირება, ნარჩენების შემცირება და ასე შემდეგ. წელს არის ესეთი ძალიან საინტერესო სლოგანი, მას ქვია ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა დაახლოებით ის თავარ სამ რაღაცას ეხმიანება. პირველი ეს არის ის, რომ დედამიწის გადარჩენისთვის, იმ რესურსების გადარჩენისთვის, რომელიც ადამიანებს მათ შორის აუცილებლად გვჭირდება, როგორც სასიცოცხლოდ, ასევე კეთილდღეობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვიყოთ ერთიანები და მრავალფეროვნებაში გაერთიანებული ადამიანების ძალიან დიდი როლია ამ ნაწილში, რაც გულისხმობთ რა იგულისხმება მიღმა ამ სიტყვებისა, გულისხმობს იმას, რომ საერთო ძალისხმევა უნდა გაძიოს ადამიანებმა იმისთვის, რომ დედამიწის რესურსები იყოს შემორჩენილი. ხო, მარტო ნანა და მარტო ირაკლი, მარტო დიანა ცალ-ცალკე არ არის საკმარისი, თუ კი არ გავიქცეთ. ერთობა არის მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან აქტუალური საკითხი. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის ხმა. და აქ როცა ვკითხულობდით აი ამ გლობალური კამპანიის დანიშნულებას ძალიან საინტერესო არის სამივე აქცენტი. მესამე მიმართულება ეს არის ხმა, რომ ჩვენი ხმა, ჩვენი ძალა არის მათ შორის ხმა. და ჩვენ უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე, უნდა მოვითხოვოთ, რომ ესა თუ ის გამოწვევა, რომელიც გარემოს დაცვითი მიმართულებით არის, აუცილებლად მოგვარდეს და მესამე მიმართულება აუცილებელია, რომ მათ შორის იმუშაოს საზოგადოებებმა გაერთიანონ გამოწვევების გზები ძიება და ამ ნაწილში აი ამ სლოგანის მიღმა იგულისხმება, რომ ჩვენი ძალა მათ შორის არის ერთობასთან და ხმასთან ერთად ის გამოცდილებები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში დააგროვა სამყარომ, დედამიწამ და აი ამ საერთო გამოცდილებების გაცვლას ეთმობა ძალიან დიდი ყურადღება წელს. მოკლედ აი ეს არის მთავარი წლევანდელი ღონისძიების სამი მთავარი ელემენტი. თითქოს რა იოლია წარმოვთქვათ, მაგრამ რა რთული არის შესასრულებლად. დიანა, როგორ გესმით თქვენ რესურსებზე ზრუნვა და როგორ გესმით, რომ თითოეული ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია და ადრე თუ გიან ადრესატამდე მივა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება პრობლემების იდენტიფიცირება ძალიან კარგად მოვახსნიოთ, მაგრამ ყველაფერი და გადაწყვეტილების მიღება ჩვენს ხელთ არ არის. თქვენ როგორ გესმით ეს ორი ტერმინი? კი, მე დავეთანხმები ირაკლის, რომ ეს დღე არის შეხსენება იმისა, როგორ შეიძლება ჩვენ ვიცხოვროთ ყოველდღიურად. რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალდაზე ჩვენ და ჩვენმა შთამომავლობამ ძალიან უკეთეს
მოკლედ გარემოში იცხოვროს და ნაბიჯები, რომელსაც როგორც ორგანიზაციულად, ასევე ინდივიდუალურ დონეზე ჩვენ ვაკეთებთ, როგორ განსაზღვრავს შემდეგ ხვალინდელ დღეს, როგორ გარემოში გაიზრდებიან ახალგაზრდები, რომელთაც ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურად. დღეს, როგორც ირაკლიმ აღნიშნა, არაერთ აქტივობას ვახორციელებთ ამ მიმართულებით და როგორც მნიშვნელოვანია, როგორც კულტურა დაინერგოს ორგანიზაციაში და ადამიანების ცხოვრებაში გარემოზე ზრუნვის და რომ თითოეული ნაბიჯი ადამიანის მიერ გადადგმული რა შედეგები შეიძლება მოიტანოს შემდეგ ამ ნაბიჯამდე ძალიან ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფორმები, როგორ შეგვიძლია ჩვენ ადამიანებს ვასწავლოთ გარემოზე ზრუნვა. სხვადასხვა ასაკის ადამიანზე აქვს საუბარი და ყველას მიმღებლობა არ გვაქვს, ხო ხა ჭკუის სწავლება არ გვიყვარს ადამიანებს დამეთანხმებით. დაგეთანხმებით და არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ერთი თემა კონკრეტული გარემოზე ზრუნვა, მაგრამ ძალიან ბევრ სხვადასხვა თემატიკა ჩვენ ვცდილობთ რომ ადამიანზე მორგებული მიმართულებებით და ფორმებით მიუდგეთ რომ ყველა ადამიანს ჭირდება განსხვავებული მიდგომა და ამიტომ შეიძლება ადამიანები სწავლდნენ ფილმის ყურებით და შემდეგ დისკუსიით, მაგრამ შეიძლება სხვა ადამიანები სწავლდნენ განსხვავებული ფორმებით. ასე რომ მნიშვნელოვანია რომ ადამიანებს მიუდგეთ ისე როგორც მათ ეს ჭირდებათ და შემდეგ უფრო მარტივია მათი ამ ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში გადმოტანა ამ პროცესების. ეს მიდგომა მათ შორის რასაც დიანა საუბრობს, გვექცეთ ლევანდელი თავად რიგდოგის და განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც მოხალისეებრივად ამ პროცესებში არიან ჩართულები, რიგდოგის მოხალისეებს გულისხმობთ და იმ ადამიანებს, რომლებიც ეს ინიციატივები შექმნეს და ორი მიმართულებით იქნება ქუთაისში რიგდოგის მოხალისეთა კლუბის მიერ ორგანიზებული აქტივობები და ასე გამოვეხმაურებით აი ამ გლობალურ კამპანიას. და აღნიშნავთ დედამიწის პირველი ეს არის გზავნილის გავრცელება ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა, ესეთი როგორც უკვე გითხარით, გლობალურ გზავნილის გავრცელებაში მიიღებენ მონაწილეობას და ქალაქში იქნება რაღაცა მცირე ეგრეთ წოდებული promotional აქტივობა, რომელიც ხარს დაუჭერს გარდა ინფორმაციის გავრცელებისა, ასევე სოციალურ მედიაში მე გავრცელდება რაღაცა ვიდეოების და ფოტოების სახით, ძალიან მხიარული, ლამაზი, ფეირადი და ჩვენთვის აუცილებელი არის ესეც ვთქვათ, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ გარემოს დაცვა ვაქციოთ კარგ დადებით ემოციებთან დაკავშირებულ საქმიანობად, გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა რომ ასოცირდეს ძალიან ბევრ ბედნიერ მომენტთან და კარგ საქმეთ, ხო? ბუნებრივია, რომ ისედაც კონტექსტი კარგი საქმეს განახავს და ეს ისედაც ესეა, მაგრამ ამას ჭირდება რა თქმა უნდა თავისი გაფორმება. და მეორე აქტივობა, რომელსაც ჩვენ დღეს ვთავაზობთ მაყურებელსაც და მათაც შეუძლიათ, რომ გარდა ასე ვთქვათ, ქალაქში იმ იღბლიანი ადამიანებისა, რომლებიც შეხვდებიან აი ამ ჩვენს კამპანიას, გარდა ამისა, მოვიდნენ ჩვენს ოფისში 4 საათზე დაესწრონ ფილმის ჩვენებას, რომელიც არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც არ არის რა თქმა უნდა საქართველოში გადაღებული, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ნამუშევარია და ძალიან საინტერესო დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა. კი ბატონო, ირაკლი, დიანამ თქვა, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, იმიტომ რომ ჩვენს, ასე რომ ვთქვათ, შთამომავლობას დაუტოვოთ ჟანგბადი, მაგრამ მაინტერესებს თქვენი თვალით დანახული მემკვიდრეობა, რომელიც წილად გვხდა. ანუ აქ დედამიწა რა სახით მოვიდა? რაც ცნობიერი გაქვთ თქვენ და აცნობიერებთ, რომ რაღაცებზე ზრუნველობა მნიშვნელოვანია. კი, ძალიან საინტერესო კითხვაა გამომდინარე იქიდან, რომ ეს მემკვიდრეობა კულტურის თვალსაზრისითაც და პლუს ამას იმისა და მატერიალური სახეც მან მიიღო განსაზღვრავს ჩვენ დღევანდელ ქცევას და ორივეზე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ის რომ ჩვენმა საზოგადოებებმა და აქ მხოლოდ ქართულ საზოგადოებას ან მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ ოჯახებს, კონკრეტულ ადამიანებს არ გულისხმობთ, აქ გულისხმობთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ პლანეტაზე, ამ სამყაროში ცხოვრობთ, გარკვეულწილად ჩვენ ვერ შევძელით საერთო კულტურის ჩამოყალიბება, გარემოს ზემოქმედების ირგვლივ. აქ რა იგულისხმება? ერთია, რომ ჩვენ შეიძლება ინდივიდუალურ დონეზე მცირე აქტივობებით გამოვხატავთ მზაობას და შეგვაქვს ჩვენი პატარა წვლილი გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის და ასე შემდეგ პროცესებში, მაგრამ აუცილებელია გადადგმული იქნეს უკვე დიდი ნაბიჯები. და რატომ?
იმიტომ რომ ის კულტურა რომელიც წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში, ბევრ საზოგადოებაში არსებობს, რომ ჩვენ ვიყენებთ რესურსებს და არაფერს არ გავცემთ, არაფერს აღარ ვუფრთხილდებით, ვართ ეგრეთ წოდებული ამოწურვის რეჟიმში, ეს საბოლოოდ ქმნის აი ამ დეფიციტს სამყაროში რესურსებთან მიმართებით და ამას არ აქვს მხოლოდ რაღაცა ღირებულებითი დანიშნულება, პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. ხშირად ჩვენ როცა ვსაუბრობთ გარემოს დაცვაზე, ძალიან ლამაზად ფუთავენ, გვეუბნებიან და ამბობენ ხოლმე მათ შორის გადაწყვეტილების მიღები პირები, რომ დიახ, სწორია, ყველა უნდა გაუფრთხილდეთ გარემოს, მაგრამ პრაქტიკული ქმედება ამას არ მოყვება ხოლმე. ის რომ პრაქტიკული ქმედება არ მოყვება, სწორედ ის არის გამოწვევა, რომ ჩვენ აი ეს კულტურა ვერ შევქმნით. რომ ვისაუბროთ რა უნდა გავაკეთოთ ამ ნაწილში, აუცილებელი რეცეპტი არის ესეთი, რომ ჩვენ გარდა ინდივიდუალური დონისა, ასევე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები საერთო საზოგადოებრივი კულტურის ცვლილებებთან ვთქვათ, ხო, რაღაც გაერთიანება რიგ საკითხებზე ჩვენ გვიჭერს. ჩვენი ქვეყნის მაგალითად თუ ვისაუბროთ, ასე რომ ეს ძალიან ისეთი ამოცანა. არა, ჩვენ ქვეყანაში მე მგონი ძალიან აქტუალურია, ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს გამოწვევები გარემოს დაცვის მიმართულებით. არა, ანუ უფრო ვიწრო შეგვიძლია და ვთქვათ, რომ მაგალითად კლიმატის ცვლილებების აღიარებაც კი უჭერს ზოგიერთ ქვეყანას და არსებობს პრაქტიკები, ხან უერთდებიან ამ შეთანხმებას, ხან გამოდიან ამ შეთანხმებებიდან, რომელიც ქვეყნებს შორის საერთაშორისო დონეზე არის მოკეთებული. ეს სერიოზული გამოწვევაა ზოგადად და ამას ეძღვნება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც უკვე არა მხოლოდ პრაქტიკულ დონეზე და არა მხოლოდ პოლიტიკის დონეზე, არამედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. მადლობა ირაკლი. თქვენ ბრძანეთ დიანა, რომ სხვადასხვა ასაკის ადამიანს და შეხედულების ადამიანს სხვადასხვაგვარად უნდა მიაწოდოთ ეს ინფორმაცია. ის სამიზნე აუდიტორია, რომელსაც ხვდებით მას შემდეგ, რაც თაობათა დიალოგის ოჯახის წევრი გახდით, რა პრაქტიკა დაგიგროვდათ და რომელ მათგანს, რომელ ასაკობრივ თქვათ განსხვავებულ ჯგუფს რა შეხედულება აქვს და როგორ წარმოუდგენიათ დედამიწაზე რესურსებზე ზრუნვა. ხო, ჩვენ ვართ თაობათა დიალოგი და შესაბამისად მარტივია ვთქვათ, რომ გვიწევს შევხვდეთ ყველა თაობის ადამიანს, მაგრამ ყველაზე დიდ მონდომებას, ზრუნვას და სურვილს, რომ ცვლილება მოხდეს ამ საზოგადოებაში, თუნდაც კულტურის ნაწილში, მე უფრო მეტად ამას ვხედავ ახალგაზრდებში, იმიტომ რომ ისინი ეხლა იწყებენ, ეხლა სწავლობენ, მათ კულტურაშიც ეხლა შემოდის ეს თუნდაც ახალი საკითხები და ვფიქრობ, რომ მათი როლი დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მათ აქვთ გავლენა სხვა თაობებზე, როგორც არის მათი მშობლები, მათი ბებია-ბაბუების თაობა და მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მაქსიმალური მივცეთ ამ ადამიანებს იცოდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში რა როგორ შეიძლება რომ გააკეთონ, რა შეიძლება რომ შეამცირონ, რაზე შეიძლება რომ იზრუნონ და მგონია რომ ეს გადამდებია შემდეგ, მაგრამ კულტურის ჩამოყალიბება ძალიან რთული პროცესია ნებისმიერ თაობაში, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ის რომ მაქსიმუმად მეტი გავუცეთ როგორც გამოცდილების ნაწილში, რაც დაგროვილა ამ დრომდე და სხვადასხვა ფორმების გამოყენებით თავისთავად, მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც ახალგაზრდები არის ის სამიზნე აუდიტორია რომელიც შეუძლიათ ყველაზე მარტივად ამის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა. ხო, ნახეთ, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და ნებისმიერ საკითხში, როცა რაღაცა ჩვევაში გადაგვეზრდება, ავტომატურად შემოდის. თუმცა, ირაკლი, დამეთანხმები ალბათ ის ახალგაზრდები, რომლებიც თქვენთან მოდიან, შემდეგ ოჯახში ბრუნდებიან, ხო? და იქაც იწყება ალბათ ბრძოლა, ხელჩართული ბრძოლა, ეს ყველაზე მკაცრად თუ ვიტყვით. იცი, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ღირებულებები, რომელზეც ვსაუბრობდით, გარკვეულწილად საერთოა, ყველა ადამიანი აცნობიერებს ამას, თუმცა სხვადასხვანაირად გამოხატავს და აი რეალური გაცნობიერება კიდევ სხვა დონეა. ჩვენ არ მუშაობთ გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მხოლოდ რაღაცა თეორიული ქმედებებს და ჩვენი მიზანი არ არის რომ რაღაც თეორია გავცვალოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია რომ ეს არის რაღაც კლიმატის ცვლილებებთან ან ეს არის რაღაცა ის რაც უნდა გააკეთოთ თქვენ ნარჩენების მართვისთვის, არამედ ჩვენ ვცდილობთ რომ ეს იყოს პრაქტიკული ხელშესახები, დასანახი და არათუ ვიცოდეთ რა არის მიზანი ამ ქმედების, არამედ ვიცოდეთ მათ შორის როგორ განვახორციელოთ ეს ქმედება და რა არის სწორი ამ ქმედების განხორციელების ნაწილში. ჩვენ ძალიან ცალსახად გვინდა ვთქვათ, რომ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები იმ გაგებით, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც ამ პრაქტიკების გაცვლას. თუმცა გეთანხმებით, რომ საზოგადოებაში რაღაცა ჩვენ შეიძლება მივწვდეთ რაღაცა რაოდენობის ადამიანებს, რომლებიც დიდია ხშირ შემთხვევაში და უნდა გადავაწოდოთ და
ეს ინფორმაცია უნდა იყოს მუდმივად გადაცვლილი, ხო? ანუ მუდმივად უნდა გავრცელდეს ერთი ადამიანიდან მეორესთან და ეს გაზიარება მნიშვნელოვანი ელემენტია. ესეც არის ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავი და ის რომ მე უკან დაუბრუნდები ჩემს ოჯახში, მაგრამ მხოლოდ ჩემი ცოდნა კი არ უნდა მივიტანო, არამედ უნდა მივიტანო ისეთი ინფორმაცია, რომ გავაზიარო რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვითი ცნობიერება, ან რამდენად მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ქცევა, მწვანე ქცევას ვეძახით, ხო? კარგი, ეკომეგობრულ ქცევებზეც და წესებზეც მომახსენე. ძალიან კარგი იქნება, ხო? იმიტომ რომ მოდი გვანც არაშუაში და იმდეჯერ გირეკავს გვანცა რომ ამერია სახელები. ადამიანები ვიცი რომ უხერხულია მობილურ ტელეფონს გახედო, მაგრამ იმდენი ზარიო ფიქრობ რაიმე ხო მოვიკითხოთ. კარგად. დიანა. კარგი, ეკომეგობრული ქცევები, ხო, აი რომელსაც მეც გამოვიყენებ. როგორ უნდა დავიწყოთ და რა უნდა გავაკეთოთ? ეს იოლად მარტივი და შეიძლება წარმოვიდგინო, რომ აი ეს ქცევა მაგალითად რას შეცვლის, ხო? კონდეს ეს განცდა. უბრალოდ ვიღაც დაგცენის და უნდა რომ დაგვიმორჩილოს. მე გაგიზიარებ ძალიან კარგ გამოცდილებას. მოკლედ, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე საუბრობთ ორგანიზაციაში და თავისთავად დღის წესრიგში ყოველთვის დგას გარემოს დაცვა და როგორ შეგვიძლია რომ ჩვენ თავად გავხდეთ ეკომეგობრულები, ჩვენი ოფისი და ასე შემდეგ. და რამდენიმე ორგანიზაციის წევრმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოდი დავიწყოთ მეორადი ტანსაცმელებისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა. და შევქმნით მცირე კომპანია, რომელსაც დავარქვით შემდეგ კინატუ და ვცდილობთ ხოლმე რომ ტანსაცმელები, რომელიც მაგალითად შეიძლება და რომ არ გამოგვეყენებინა და აღარ დაუგვერქვა ესე რომ ვთქვათ უარგისი, მიგვეცა მისთვის ახალი სიცოცხლე და სხვა დანიშნულებისთვის გამოგვეყენებინა შემდეგ. მეორე ძალიან მარტივი როგორ იყენებდით სხვა დანიშნულებისთვის და როგორ აი მაგალითად მაისური, რომელიც შეიძლება გამოხდარიყო ჩანთა. დიახ. ჯინსი შარვალი, რომელიც შეიძლება გამოხდარიყო რაღაცა შორტი და რაღაცა მოგვეხატა და რაღაცა ახალი. ანუ ჩვენ ძინდერად საინტერესო აღმოჩენა იყო ეს სტარტაპს დავარქვათ, მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ შევაჩერეთ ეს მიმართულება. თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მაგალითად ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიურად გამოიყენებენ ტაქსს და როდესაც შეიძლება რომ უბრალოდ ფეხით გავიაროთ ძალიან მცირე მანძილი. როდესაც ცხოვრობ სახლში ან ოფისში შეგვიძლია რომ სხვადასხვა ნარჩენს გამოუყოთ თავიანთ რაღაცა სხვადასხვა სივრცე. მოკლედ, ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს ძალიან პატარა დეტალები, რომელიც შეიძლება ერთმა ინდივიდმა ყოველდღურად გაიმეოროს, მაგრამ თუ ამას ყველანი ერთად გავაკეთებთ და ეს საერთო ძალა გახდება ჩვენთვის მგონია, რომ უფრო მარტივი გახდება შემდეგ ეს ცვლილებებით საზოგადოებაში. ირაკლი, რამდენად საინტერესო პროცესი იყო და რამდენად იყავით ჩართული, რომ ძველი ინფორმაციის ანაკლებად ეგრეთ ვიცოდი. არა, მე ხო, მან მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რამდენად ეს ეფექტური იყო. არამედ რამდენად მარტივი იყო, ეგეც არის აუცილებელი აღვნიშნოთ და ჩვენთვის მაშინ რაც ეს პრაქტიკის გამოცდილების რაღაცა გაზიარება იყო, იმიტომ რომ სოფლიოში ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, როდესაც მეორადი ტანის ამოსვლის გადამუშავება ხდება, ხო? ან გადაწყობა, ან დანიშნების შეცვლა და რამდენიმე პრინციპია, ხო? 3 ერის და 7 ერის, მოკლედ გააჩნია რამდენად შორს გინდა რომ წახვიდეთ, ხო? 3 ერი გულისხმობს პრინციპს, რომ შენ შეგიძლია გარდაქმნა, გადაამუშავო, ან დანიშნულება შეუცვალო იმას, რაც გადასაგდები გაქვს ბჭყალებში, ხო? რაც ნარჩენი გქონია. ეხლა რატო არის ეს აუცილებელი? ხო, რას დაზოგავს? ერთია რომ შენ რესურს ზოგავ, პირობითად იმ ნაჭერს, რომელთანაც ის მატერიალია შექმნილი თუ ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს კუთხით არის ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროცესი და უნდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო ნივთები შეიძლება შექმნა ან მოამზადო. და ამას აქვს მოჩარის ძალიან საინტერესო თერაპიული დანიშნულებაც და მინდა გითხრათ, რომ თუ ცდით ადამიანები ძალიან საინტერესო არის. შეიძლება მე პირადად პატარა გამოცდილება მაქვს და აი ამ ჩემს პატარა გამოცდილებას ვაშენებ ხა ჩემს სიტყვას, მაგრამ დააწესებულად ძალიან საინტერესო პროცესი იქნება განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს აინტერესებთ, ხო? იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვა მიმართულებები აინტერესებს, მაგალითად, ხო? შეიძლება რომ ამ გარემოს დაცვითი და მეგობრული ქცევებიდან სხვა ჩამონათვალი აირჩიოს, სხვაზე შეაჩეროს არჩევანი და თავისი წვლილი სწორედ აი ასე გამოხატოს ეს პასუხისმგებლობას, როცა
ჩვენ გულის. კარგით და პასუხისმგებლობასთან ერთად გავაკეთოთ ისე რომ სიამოვნებაც მივიღოთ და თერაპიად ვაქციოთ როგორც მაგალითად ქსოვა და ეგრეთ წოდებული ხელსაქმე რასაც ჩავდივართ და ეს მხოლოდ ქალების საქმე არ არის ვიცით ხო? ძალიან პატარა ნაბიჯები კმარა ხოლმე აი ამ გარემოსა ძალიან სასიამოვნოა ინდივიდუალურად როცა რაღაცას ამას პრაქტიკაში მერგავ და თან ადამიანების რეაქციას ან კულტურასაც ქმნი ხო იმიტომ რომ თუ ბევრია ესეთი ადამიანი ვართ რომელიც რაღაცა პატარა ნაბიჯებით ცვლის თავის ქცევას და ასე გვაჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნვა გარემოზე არის ძალიან კარგი მაგალითი მე სხვებისთვის რომ ეს კულტურა შეიცვალოს მე პირადად მაგალითად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავებდი აი ამ ჩვევას რომ პატარა ნივთებზე რომ ავტომატურად პარკს გაძლევენ ხოლმე რომ შეც უნდა მოათავსო პოლიეთილენის პარკში ყოველთვის ვამბობ ვარს თუ მე შემიძლია რომ ხელი წავიღო ყოველთვის ხო შეიცვალა ეს და ამჯერად გვეუბნებიან არა ძალიან ბევრგან არის ერთია რომ შეიძლება გეკითხებიან დიდი პარკი გინდა თუ არა რომელიც არის რაღაცა ფასიანი და სწორედ ამიტომ გეკითხებიან მაგრამ ამას გარდა პატარა პარკები რომელიცაც ესე თქვა საჩუქრად გაძლევენ ხოლმე და ამაზე ვარს ვამბობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ასე გრძელდება დღემდე მაქსიმალურად ვცდილობ რომ ამაზე რაღაცა ვარი ვთქვა კიდე რასაც შეიძლება ვაკეთებდეთ არის ელექტროენერგიის დაზოგვა და იმ ოთახებში რომელშიც არ ვართ მაგალითად გავთიშოთ ხო ეს ჩავა მე უხსოვარი დროიდან მაქვს შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაგათ ბევრი ესეთი რჩევა რომელიც საბოლოოდ გვადგება და მე შენს გარემოზეც მოქმედებს შენს კარგად ოფნაზეც მოქმედებს და ჩემი ერთი მეგობარი უცხოელი მახსენდება რომელმაც აი ესეთ ერთ-ერთი ჩვენი საერთო ტრენინგისგან გარემოს დაცვითი მეგობრული ქცევის ტრენინგიდან აღმოაჩინა რომ რაღაცა კვებასთანაც არის მოკლედ კავშირში რომ შენ შეგიძლია ისე იკვებო რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიაყენო ხო? ანუ როგორ უნდა ვიკვებო რომ გარემო ჯანსაღი და ესე შემდეგ და ძალიან მალე მიიღო გადაწყვეტილება რომ აი სრულად გადავიდა აი ასეთი ტიპის კვებაზე და რამდენიმე წლის შემდეგ შევხვდი და თქვა რომ გაცილებით უფრო კარგად გრძნობს თავს მენტალურადაც ფიზიკურადაც და რა თქმა უნდა ძალიან დადებითი ემოციებით არის განწყობილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, ყველა შეგვიძლია ჩვენი პატარა ნაბიჯებით ჩვენი სიამოვნებაც მივიღოთ და გარემოსაც გავხდეთ. დიანა, თქვენ როგორ აყალიბებთ ეკომეგობრულ ქცევებს და აი ყველაზე ესეცი რაზე გიჭირთ ხოლმე უარის თქმა მაინც გულწრფელები რომ ვიყოთ. რა თქმა უნდა, უნდა აღიაროთ. აქეთ მგზავრობა არის ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ვცდილობ ხოლმე რომ აი ყოველ დღე ამაზე შევამცირო უფრო ანუ თუ ვიყენებდი მაგალითად დღეში 3-ჯერ რაღაცა ერთი მოვაკელი და ვცდილობ რომ რაღაცა ეტაპობრივად გადავიდე ან ფეხით სიარულზე ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობაზე ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. აცის მძღოლები გაგიბრაზდებიან ახლა თუ გეცნობ. ხო შესაძლოა. იცი რა არის აქ რა თქმა უნდა არ გულისხმობთ მხოლოდ ტაქსს. აქ გულისხმობთ ნებისმიერ ტრანსპორტს, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ეს ტრანსპორტი, იმიტომ რომ ეს გამონაბოლქვი არის გარემოსთვის რაღაცა ძალიან ცუდი შედეგების მომტანი. და მეორე არის მაგალითად ეგრეთ წოდებულ არსებობს დიანას მოგზაურობას ეხება და მოძრაობას, მწვანე მოგზაურობა, ხო, green travel ქვია. და როცა შენ გეგმავ შენს მოგზაურობას, მათ შორის გაცვით პროგრამებში როცა მიდიხარ ან საზღვარგარეთ როცა მიდიხარ სასწავლო ვიზიტით, გაქვს არჩევანი. და ეს თითქმის ყველა საერთაშორისო დიდ ორგანიზაციას ესე აქვს გაყოფილი. თუ შენ აირჩევ ტრადიციულ მოგზაურობას, რომელიც გაცილებით უფრო მავნე არის გარემოსთვის და უფრო მეტი სამწუხარო შედეგი მოაქვს გარემოსთვის, რაღაცა გარკვეული ლიმიტი გაქვს, მაგრამ თუ შენ აირჩევ ეგრეთ წოდებულ მწვანე მოგზაურობას, რომელშიც ირჩევ ისეთ ტრანსპორტს, რომელიც ეკომეგობრულია, ნაკლები გამონაბოლქვი აქვს, ნაკლები მოგზაურობა გიწევს თვითმფრინავით, იმიტომ რომ ყველაზე დიდი წილი გამონაბოლქვი და აი საწვავის მოხმარების რა თქმა უნდა არის თვითმფრინავით და ასე შემდეგ მოკლედ აი ამ ნაწილში ახალისებულია ეს ნაწილი და უფრო დიდ ფინანსებს გამოგიყოფენ იმისთვის რომ მარტივად იმოგზაურო და გარემოზე ნაკლები ზიანი ესე ვთქვათ მოახდინო. ხო, საცდუნებელი შემოთავაზება, მაგრამ საინტერესოა ფაქტის წინაშე თუ აღმოჩნდებოდით, რომელს ავირჩევდით. ხო, მე ვცდილობ რომ ყოველთვის ავირჩიო მწვანე მოგზაურობის ხაზი თუ ამის შესაძლებლობა სამწუხაროდ საქართველოსთან ყველაფერთან მიმართებ და ყველგან ვერ მიდის ეს მწვანე ხაზები ეგრეთ წოდებული. მაგრამ
როცა გაქვს არჩევანი, აუცილებლად ჩემი რეკომენდაცია არის ის, რომ აქეთ ავირჩიოთ, ისედაც უფრო მრავალფეროვანია, უფრო საინტერესო და ახალიც არის, ესეც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ახალი გამოცდილება, იმიტომ რომ მაგალითად პირველი ელექტრომანქანი, თან პირველი რაღაცა ტრანსპორტის გამოყენება, რომელიც შეიძლება სრულად განახლებად ენერგიაზე, ამ მზის ენერგიაზე მუშაობს, შენთვისაც საინტერესო იქნება აღმოაჩინო, ხო? კი ბატონო, დიანა, შეიძლება ტაქსით გადავდიოდეთ A პუნქტიდან B პუნქტამდე, მაგრამ ქალაქის ქუჩებში ამ თემში მაინც მოგვიწევს ხო ფეხით გადაადგილება, თუნდაც ეს არ იყოს 1 კილომეტრზე მეტი. რაღაც კარგი ტენდენცია ის, რომ ურნების გამოყენება ვისწავლეთ, მაგრამ ძალიან ცუდი ტენდენცია ის, რომ მაინც ვხედავთ ხო აქ-იქ ბოთლებს, თამბაქოს ნარჩენებს და რას აღარ ნახავ, უკეთ მინახავს ხო ეს ნატრის ხეები, ვითხეები, ძალიან სამწუხაროა, სავალალოა. და შემდეგ ისმის ხოლმე ირგვლივ ყველა კითხულობს, აი საიდან, ვინ მოათავსა, აი როგორ მოხდა, მაგრამ შეიძლება ჩვენც დაგვავიწყდა, რომ იმ დღეს სადღაც ჩვენც მოვისროლეთ ესა თუ ისის. ანუ ურნები არ არის ხშირად საკმარისი, ბევრი გამოწვევა ქალაქში. ქუთაისის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, თქვენი თვალით დანახულია საჭიროებები როგორია? კი, დაკეთახვებით მაგნაწილში და დავამატებთ იმას, რომ როდესაც ჩვენ ვაგდებთ რაღაც ნაგავს, იმ მომენტში ალბათ ადამიანები არ ფიქრობენ, რომ ეს გადაგდებული ნაგავი ავტომატურად მათ რაღაც კონკრეტულ ზიანს აყენებს. მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი ვერ გეტყვი ზუსტად როგორი არის ამ შემთხვევაში რაღაც სახელმწიფო პოლიტიკა და ამას როგორ ვუზრუნველყოფ დღეს, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ძალიან ხშირად ხვდებით ისეთ სურათს, რომელიც ძალიან ცუდია ჩვენი მდგომარეობისთვის. ურნები, რომლებიც გადავსებულია, მიმოფანტულია, შემდეგ ეს ხდება ძალიან ხშირად ცხოველებისთვის რაღაცა საკვების სივრცე და შემდეგ უფრო დიდ პრობლემასთან მივდივართ. ის ნაწარმი რო გონია რომ ნატურალურს მივიდეთ. კი, საერთოდ ჯამში ეს ჩვენს ორგანიზმზე, ჩვენს მომავალზე ძალიან დიდ შედეგებს მოიტანს, მაგრამ სამწუხაროდ ამას დღეს ამ წუთას ვერ ვხედავთ, მაგრამ არ ვიცით როგორი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი 20 წლის შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს როლი არის მათ შორის, რომ ამაზე ძალიან ბევრი იფიქროს, იზრუნოს და მაგრამ ადამიანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ნაწილში, როგორ ამას ჩვენ გავუმკლავდებით და როგორ ამას მივუდგებით. ირაკლი, როცა ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, დედამიწაზე და ჟანგბადზე, სტუმარს ყოველთვის ვეკითხებ ესეთი გამოწვევა და ფაქტი, რომელიც ყველაზე მეტად მაბრაზებს და მატრისყებს, ეს არის ფოთლების დაწვა და ნარჩენების, ხო? როცა გგონია რომ რაღაც მთელი დღის შრომა ჩაუდეთ, რაღაცები მოვაგროვეთ და აი ის ბოლო ერთი ნაბიჯი არის, ხო, რომ სრულყოფილი იყოს, მაშინ მოგიჭებს სწორედ ყველაფერს. რას ნიშნავს აი ამ ნარჩენების დაწვა და რა ზიანი ადგება თუნდაც ვინც დაწვა მას რო გითხრა? პირდაპირ ვთქვათ, არის ძალიან ცუდი გარემოსთვისაც და ზოგადად გარემოს თავი დავანებოთ ირგვლივ ვინც არის მოსახლეობა, ვინც სუნთქავს და შეისუნთქავს ამ ეგრეთ წოდებულ წვის შედეგად გამოყოფილ აირებს ძალიან მავლე ზეგავლენა აქვს ჯანმრთელობაზე და ძალიან მოქმედებს ადამიანების კარგად ყოფნის ეგრეთ წოდებული ჯანმრთელობის მიმართულებით, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ წვის შედეგად გამოყოფილ მავნე ნივთიერებებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ნივთიერებების ზეგავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე იწვევს არაერთ სხვა დაავადებას, სიმპტომს, რომელიც მერე რთულდება და წლების განმავლობაში ჩვენ გვიწევს, რომ ბევრი დრო, ენერგია, მათ შორის ფინანსები დავხარჯოთ იმისთვის, რომ უკან დავბრუნდეთ, ანუ გულისხმობ ჯანმრთელობის მდგომარეობას მივახცევთ. რაც ხშირად თუ ეს ინტენსიურად ხდება, ინტენსიურად გვიწევს ესეთი მავნე ნივთიერებების შესწორება და აირების მიღება, მერე შეიძლება საერთოდ უკან დასახევი გზა არ არსებობდეს. გულისხმობ, რომ იმდენად მავნე ზეგავლენა იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რომ ვერ მოვახდინოთ რეაბილიტაცია ჯანმრთელობის კუთხით და ვერ შევძლოთ გარკვეულწილად აი ამ მავნე ნივთიერებებისგან მიღებული ზარალის ანაზღაურება ორგანიზმში. რეკომენდაცია შეიძლება ითქვას და მოწოდებაც და მე ყოველთვის ამას ვაკეთებ, არის ის, რომ როდესაც დაინახავ, რომ ადამიანი აგროვებს, ხო, თხოვე რომ არ დაწვას. თუ არ ემორჩილება თხოვნა შემდეგ რა არის? მათ შორის არის სამართლებრივი რეაგირების გზებიც და
რა თქმა უნდა ეს არის უკიდურესი, ხო? იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი ამას იმიტომ ჩარდის, რომ არ იცის, რომ მისთვისაც საზიანოა ეს ხო. ჯერ ერთი იმიტომ არ ჩაიდენს, რომ საერთოდ ვინმესთვის საზიანო იყოს დაწნებული ვარ, ხა სპეციალურად როცა ვიცი, რომ ვინმეს დააზიანებს, ამას არ გავაკეთებდი და მეორე მით უმეტეს ორმაგი ესე ვთქვათ მიზანი არის ის, რომ აუცილებლად საკუთარ თავსაც აყენებს სარავს, ხო? იმიტომ რომ ყველაზე ახლოს აი ამ წვის პროცესთან თავად არის ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის კულტურა არის საზოგადოებაში, რომ როცა ცეცხლს დაანთებენ, ყურადღებას აქცევენ, რომ არ გაუწევდეს, ხო და ყველაზე ხშირად თავად იზიანებენ ის ადამიანები, ვინც აი ამ პროცესში არიან ჩართულები ჯანმრთელობას და მე ვცდილობ რომ ავუხსნა ეს ხშირ შემთხვევაში მუშაობს, ოღონდ ძალიან ესეთი ინტენსიური მუშაობა არის. კარგი ნერვებია საჭირო, ხო, ასეთ პროცესში. და მეორე არის ის, რომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ თავადაც არ გავხდეთ ამის ნაწილები, იმიტომ რომ ნებისმიერი წვა და წვის შედეგად გამოყოფილი ნივთიერებები გარკვეულწილად გავლენას იქონიებს ხოლმე აი ამა თუ იმ პროცესზე. ბატონო. მოკლედ, დიანა, როდის შევერთით ალბათ დიალოგს და მოხალისეთა კლუბის ხელმძღვანელი ბრძანდებით თქვენს კლუბსაც გვიამბეთ წარმოქმნა რა შემოვნებით თუ არ დაიზარეთ ცხადია. არა, სამოთ პირიქით, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ყოველთვის ამ თემაზე. ხო, სხვაგვარი ემოციებით გადმოხვედი, ხო? ხო, გონი. ორგანიზაციაში ვარ დაახლოებით 7 წელი და ჩემი ისტორიაც ორგანიზაციაში იწყება პროგრამის მონაწილეობით. მოხალისეობრივ. პროგრამის მონაწილე, შემდეგ ვიყავი მოხალისე, შემდეგ გავხდი წევრი, გამგეობის წევრი და მოკლედ ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე ორგანიზაციასთან ერთად და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის ორგანიზაციას. რაც შეეხება მოხალისეთა კლუბს, ჩვენ წელიწადში დაახლოებით გვაქვს 4 მიღება, 4 სხვადასხვა ჯგუფის, სხვადასხვა თემატიკის, როგორც შეიძლება იყოს სოციალური მიმართულება, ახალგაზრდული ინიციატივები, ის მაინც არსებობს ჩვენ ტრადიციული საქველმოქმედო ორგანიზება და ჩვენი მიზანი რომ ყველა ეს პროგრამა იყოს განსხვავებული, საინტერესო და დაახლოებით 30-მდე ახალგაზრდას მასპინძლობთ ყველა მოხალისეთა კლუბში. და ძალიან საინტერესოა ის აქტივობები, რომელსაც უკვე ისინი მუშაობის დროს გეგმავენ, ახორციელებენ და ეხლა ყავს 25-მდე ახალგაზრდა და მუშაობ ძალიან საინტერესო სოციალურ ახალგაზრდულ ინიციატივებზე. ეს არის ახალგაზრდული ფესტივალი ჩვენს ორგანიზაციაში დაახლოებით ივლისის თვეში უმასპინძლებთ 100-მდე ახალგაზრდას ჩვენს სივრცეში და დახვდებათ მოკლედ ძალიან საინტერესო აქტივობები, საინტერესო გარემო მოხალისეებთან ერთად და მიზანი რა არის ამ შეხვედრის და ფესტივალის? პირველ რიგში ვიტყვი რომ ზოგადად ამ მოხალისეობის და პროგრამის მიზანი ძირ შემთხვევაში რომ ახალგაზრდებს კომპეტენციების განვითარებაზე ვიმუშაოთ მათთან ერთად, ვასწავლოთ მათ როგორ შეიძლება განახორციელონ სხვადასხვა ინიციატივა, როგორ დაგეგმონ ეს პროცესი. აი ეს ახალგაზრდული ინიციატივა ემსახურება ამ ეტაპზე იმას რომ თავად ახალგაზრდები აორგანიზებენ, თავად ისინი სწავლობენ ამ პროცესში სხვადასხვა კომპეტენციებს, სამოქმედო გეგმას მათ შორის წერენ და მიზანი არის ის რომ ქალაქში შექმნას ძალიან კარგი განწყობა და ეს 3 დღე ახალგაზრდებთან ერთად ერთი შეიძლება გაგზავნოს ერთი კვირა დაახლოებით იყოს ძალიან ახალგაზრდული, საინტერესო და სხვადასხვა აქტივობით დატვირთული ამ ადამიანებისთვის. ირაკლი, რამდენად საინტერესოა თქვენთვის ახალგაზრდებთან ურთიერთობა, თუმცა ხო, ასაკობრივად ახლა დიდი ზღვარი არ უნდა იყოს თქვენსა და მათ შორის ზედმეტად. აქ აუცილებლად უნდა თქვა, რომ ჩვენი ორგანიზაციისთვის ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ფაქტობრივად ეს არის ის მიმართულება, რომლის ირგვლივად ჩვენ წლიდან წლამდე დაახლოებით 10-დან 12 პროგრამას ვახორციელებთ, რომელთა დიდი ნაწილი და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უმეტესობა არის დონორული დახმარების მიღმა და რატო ვაკეთებთ ამას? ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვჯერა, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა, ახალგაზრდული საქმიანობა და ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნა არის მნიშვნელოვანი. როცა ვსაუბრობთ ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, აქ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხშირად წარმოგვიდგენია ჩანს ხოლმე დებატების თუ ასე შემდეგ სახით, არამედ აქ საუბრობთ მიდგომებზე, სერვისებზე, სახელმწიფოს მიერ შექმნილ შესაძლებლობებზე და ზოგადად სახელმწიფოში პირობითად საქართველოში შექმნილ ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომლის გამოყენებაც ახალგაზრდას შეუძლია. და სწორედ ამიტომ ახალგაზრდებთან მუშაობა არის ძალიან საინტერესო ორგანიზაციული თვალსაზრისით და უნდა აღვნიშნოთ, ჩემთვის პირადადაც ახალგაზრდული საქმიანობა არის ერთ-ერთი აუცილებელი, საინტერესო და ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილების მომცემი, იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც ახალგაზრდებთან მუშაობ, როდესაც ახალგაზრდები
ახალგაზრდული საქმიანობით ვარ დაკავებული, ხვდები რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც ვაკეთებ ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ვთქვათ, რომ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა არის მათ შორის ასიამოვნო ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რამდენად დიდი ტრანსფორმაციები, რამდენად დიდი განვითარება შეიძლება ადამიანმა იპოვოს ამა თუ იმ შესაძლებლობის გამოყენებით და ამა თუ იმ პროგრამაში, პროექტში, ტრენინგში თუ ასე შემდეგ მონაწილეობით. იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვართ ის ადამიანები, რომელსაც ეს გამოცდილებები გვაქვს. მე პირადად ახალგაზრდული საქმიანობის კი მონაწილე ვიყავი და ესე ქვია ხო, ჯერ ბენეფიციარი ვიყავი, ანუ ის ადამიანი, რომელიც აქეთ ამხრიდან მონაწილეს ამპლუიდან იღებს სხვადასხვა ცოდნას თუ გამოცდილებას თუ შესაძლებლობას და შემდეგ ვიქეცი იმ ადამიანად შეიძლება ისე ითქვას, რომელიც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ამ ადამიანებისთვის. სწორედ აი ამის გაანალიზება რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ხო, მე ხელს მიწყობს მქონდეს დიდი мотиваცია და ჩვენთვის ეს არის აუცილებელი, რომ აი ამ მიდგომას რატომაც ვიყენებთ საქმიანობაში, გულისხმობ ახალგაზრდულ საქმიანობას, არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდებთან მუშაობის პრაქტიკებს. ეს არის ის, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ შედეგებში და ამ შედეგებში არ ვწმუნდებით მარტო იმ გამოცდილებებით, რომელსაც გვიზიარებენ ევროპული თუ სხვა ქვეყნებიდან, ან მხოლოდ იმ გამოცდილებებით, რომელიც ორგანიზაციულ დონეზე აქვს, ხო? არამედ პროფესიული გამოცდილება გვაქვს და გარდა ამისა თავად ვიყავით ამ პროცესის მონაწილეები და თავად კარგად ვიცით, რამდენად ბევრი აგურის წაღება შეიძლება საკუთარი გზის ასაშენებლად. ხო, ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ალბათ ის ეტაპები, რომლებიც ცხოვრებაში ამა თუ იმ საფეხურზე გავიარეთ. დიანა, ვიდრე ნელა დღეისათვის დაგმშვიდობებით, კი საუბრობთ თქვენ მოხალისეობაზე და რაღაც ახალგაზრდებზე, მაგრამ მოხალისეობას რომ ასაკი არ აქვს, თუ შეგიძლია ამასაც ისაუბრეთ. კი, მოხალისეობას არ აქვს ასაკი და ადამიანს თუ ამ სრული გააჩნია ყოველგვარი რაღაცა შემოსავლების გარეშე აკეთოს კეთილი საქმე და დაეხმაროს სხვა ადამიანებს, ამას არ გააჩნია ასაკი. და მე მგონია რომ ჩვენი ორგანიზაცია ამის ყველაზე კარგი მაგალითი ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაციის თავს იყრის სხვადასხვა თაობის მოხალისე ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ ვფიქრობ, რომ ქვეყნის დონეზეც ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, როგორც ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის. ამიტომ არ აქვს მოხალისეობას ასაკი და თუ თავისთავად მე მგონია რომ ყველა ადამიანს უნდა ქონდეს ამის გამოცდილება ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს ძალიან თავად ახალისებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ქმნის ამ ადამიანების ცხოვრებაში. ვინც ერთხელ მოხალისე იყო, შემდეგ უარის თქმა უჭერს. უჭერს, კი. ყავს ესეთი მოხალისეებიც ორგანიზაციაში. კი ბატონო. მოკლედ 2 მაისი ახლოვდება. ირაკლი, მაინტერესებს როგორი ქუთაისის ხილვაკს სურს და რატომ გიყვარს ეს ქალაქი? პირველ რიგში დავიწყებთ მეორე კითხვიდან, როგორც გენებას. იმიტომ რომ ამ ქალაქში არის ადამიანები, რომლებიც ვიცი რომ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად. მიყვარს ეს ქალაქი იმიტომ რომ ამ ქალაქს აქვს თავისი ხასიათი, თავისი გემოვნება და საკუთარი ურთიერთობების სტილი. და ეს ურთიერთობების სტილი ჩემთვის ძალიან საინტერესო არის დასაკვირვებლად. რაც შეეხება როგორი ქუთაისის ხილვა მინდა ვნახო წარმატებული ქალაქი, ქალაქი რომელსაც ნაკლები პრობლემა აქვს, ნაკლები გამოწვევა აქვს და მინდა ვნახო ქალაქი რომელიც აქტიურია, მუდმივად მოძრაობაშია და არ ელოდება მომავალში ცვლილებებს, არამედ ის თავად არის აი ამ აქტიურობით, ამ ცვლილებების შემქმნელი საკუთარი კარგად ყოფნისთვის. მშვენიერი სურვილია, ვისურვებდი რომ სისრულეში მოვიდეს. დიანა, იგივე შეკითხოთ თქვენთან. კი, ჩემთვის ქუთაისი ბევრ რაღაცასთან ასოცირდება, მაგრამ პირველი და მთავარი ეს არის სახლი. იმიტომ რომ სადაც არ უნდა წავიდე, ქუთაისის რომელ უბანში, მგონია რომ სახლში ვარ და ეს ჩემთვის ძალიან სიმშვიდესთან ასოცირდება. რაც შეეხება რა მინდა რომ ვნახო ქუთაი 2 მაისს, ეს არის ახალგაზრდები და მათი ხმა. და რომ სახელმწიფოსთვის და ამ ქალაქისთვის მათი ხმა რომ მნიშვნელოვანია, ეს მინდა რომ დავინახო 2 მაისს.
ძალიან კარგი. მადლობა რომ მონაწილეობთ განაცემაში. მე არ ვიცი ხა ქუთაისში ვართ, მაგრამ რამდენად შეგიქმნით ეს ახლური განწყობა, მაგრამ სასიამოვნო იყო თქვენი სტუმრობა, ბევრ საინტერესო პროექტის განხორციელებას გისურვებთ. კარგ დღეს გისურვებთ და დროებით დაგემშვიდობებით მორიგ საეთერო შეხვედრამდე. იგივე გზავნილით გემშვიდობებით დედამიწა არის ჩვენი სახლი და მცირე გონივრული ქცევაც კი არის უნიშნელოვანესი, რომელსაც ჩემი თავიდანაც დავიწყებ ცხადია. კარგ დღეს გისურვებთ, შევხვდებით ხვალ ერთმანეთს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.